წერალს პოეტსა და პროზაიკოს ჯემალ ჯაყელს 85 წელი შეუსრულდა. დაბადებიდან 85 და შემოქმედებითი მოღვაწეობის 65 წლის თავისადმი მძღოლი საღამო ოტომის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიება 1 საათს გაგრძელდა და შეკრებილებმა იუბილარის შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. საღამოზე ღირსების ორდენის კავალერის 30-მდე წიგნი იყო გამოფენილი. ჯემალ ჯაყელს საჯარო ბიბლიოთეკამ სიმბოლური საჩუქარიც გადასცა. ჯემალ ჯაყელი 40-მდე წიგნის ავტორია. საიუბილეო საღამოს მწერლები, პოეტები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მე მაქვს სწორედ ისეთი განწყობა, როგორი შეიძლება კონდეს იუბილეის ამ ასაკში. აი ასეთი განწყობა. და მიხარია რომ ბევრი სტუმარი მყავს ჩვენს საგვარეულო საჯარო ბიბლიოთეკაში. ათომის საჯარო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა ჩვენთვის ყველასათვის საყვარელ და ცნობილ პიროვნებას წერალს ბატონ ჯემალ ჯაყელს, რომელსაც მიმდინარე წლის 10 მაისს შეუსრულდა დაბადებიდან 85 წლისთავი და შემოქმედებითი მოღვაწეობის 65 წლისთავი. პირველში ბატონ ჯემალს მინდა უშურვო ჯანმრთელობა, სიკეთე, გულოცავ ამ წინვალე თარიღს, ვუსურვებ კვლავაც ახალგაზრდული შემართებით, ღეგრძელობას, ჯანმრთელობას და ისევ და ისევ მშობლიური ლიტერატურის სასარგებლოდ წერას.